ჭრებს არჩევს. ოკეი. მე მეგონა დიდავით შევოდნენ. ეს გამოიყურება სკანერი. აქ იმიტომ არ არის რომ ფიზიკურად ლაბისგან შევედეოდა. ამიტომ ეგ ვერ გათვალეთ თუ იცოდით რომ ეგრე იქნებოდა. ესე გამოიყურება პროცესი რა. დაახლოებით ცალას 4 წუთი ჭირდება დასკანეროს. მაგის ესეთ ოპტიმიზაციაც შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება რამდენი ფოტოსაც ვიღებთ ერთ წელზე მაგის რაოდენობა შემცირდეს და სიჩქარე საჩქარით. ხოლო შემდეგ დამუშავებას ნატურასავით ხარ შიგნით ესე იგი. მივიღოთ მაგასაც დაახლოებით 9 საათი ჭირდება კარგი პრომიზები. ეს აჩქარებული ვიდეო გეყვირა თუ დასაწყის პროცესს просто პირველი ნაწილები ჩამოვიდა და რაღაცები თვითონ კეთება დავიწყოთ 3D მოდელი ავაწყოთ ან სკანერის 3D ამაზე მეტი არაფერი არ არის. დავსაბუთებთ სლაიდერებს როგორ იმუშავებს და ამ 3D არის რა просто USB 4 დაივერით, ან 4 შეფერი გვაქვს, 3 ვერტიკალური დროს კოლი და 1 კამერისთვის. ყველაზე დიდი ნაწილი რადგან მასშტაბური პროექტია და ეს ჟღერს და საწყობას და ეს რაღაცებს საჭირო იყო გამოგვეჭრა ზედა და ქვედა კოლი ეს არის და ასევე უბრალოდ ყველაზე ხულის ნაწილი იყო კოლი რომელსაც უნდა ემოძრავა მექანიზმს ფორმულებით და ამით დაგჭირდა შიგნით გამგვეჭრა ესეთი კუთხე რომელსაც ფორმალი გაიწევდა და ამისთვის ეგ კოლები გადავეჭრა ზომაზე გავაკეთეთ თაგარი რომელსაც მაგდებოდა რუტენი ჯერ ჭრილი უხეშად ხელის ხერხით კონტურს და შემდეგ რუტენის მეშვეობით ამ ფარგის გამოყენებით ვასწორებდით ის და ჯერ გაერთო მხარე გამოიჭრებოდა, გაერთო პირი გაკეთდებოდა, მე შიდა მხარე გამოიჭრებოდა, შიდა პირი გაკეთდებოდა, მე ეს გავაკეთეთ 4 ჯერ 4 ნახევარზე გამოვწერეთ. ეს კოლი რაც არის, ეგეთი 4 წელი ნახევარზე გქონდა. ეს პროცესია. შემდეგ ეს ძალიან მაგარი მოკითხება. კონსტრუქციები რაც არის რომელი, მაგრამ ეში გავაკეთეთ სიტყვის ყველაფერი. ხო, ანუ რეცეპტიც მეტი. რელსები დამაგდა, კუთხოვანები რათა ზედა და ქვედა ნაწილები დამაგრებული იყო და ასე შემდეგ. შემდეგ იყო კოლი. კოლის საწყობა და კოლის გამოჭრა. კოლისთვის საჭირო იყო რომ სწორი კუთხე გამოგვეჭრა, შესაძლოა სულაც არის ნაჩვენები. ასევე ვედი რომ კამერა გადაჭიმული იყო, მაგისთვის ჩავამატეთ პატარა ასეთი მექანიზმები, ფორმულაჭები და ასევე დავამაგრეთ სტეპები, დავადიზაინეთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ხელს არ შეუშვიდა კამერის მოძრაობას და ყველაფერი მარტივად მოძრაობს. გოლზე გასვარცინებელი საერთოდ
კამერა არის ტელეფონი და კამერის სამაგრი რაც არის, მაგ სამაგთან არანაირი კაბელი არ მიდის იმის გამო რომ არ გქონდეს რაღაც არ დაეხვიოს გარშემო გოლს რა კაბელები და მაგის მენეჯმენტი არ გაგჭირებოდა. ერთადერთი კაბელი მიდის ტეფერთან, ეს ტეფერიც დამაგრებული არის გოლზე სტაციონარულად და ეს ტეფერი ამოყრიალებს კამარს და ამ კამარზე დამაგრებულია თვითონ კამერის სამაგრი. შესაბამისად და კამერასთან კომუნიკაციაც ბლუთუზით გვაქვს, შესაბამისად არანაირი კაბელი თავს არ გვიშლის უშუალოდ კამერის ტრიალსაც. შემდეგ ეს სკოლი უნდა დაგვემაგრებინა. ასე თუ ისე გაიმართა გოლზე კამერის მოძრაობა, იმ მექანიზმმა პირველი ვეცდაზე გაამართლა. როგორც აქ ჩანს, ამ პლასმასის ლურჯი გოლგოლაჯებზე არის ჩამოდებული უბრალოდ კამერი და ეს კამერი გარშემო ტრიალებს. შემდეგ გოლები გოლი დამაგრებული ყავს სპაიდერებს. აქაც ბევრი ისეთი რთული აღება ყოფილა. ფიუზივით გამოიყენეთ? ფიუზივით გამოიყენეთ, მექანიკური ფიუზია, ხო? თავდაპირველად იდეაში იდეა მაგის ის იყო, რომ თუ ინფორმაციები ქონდეს, რომ მოძრაობა რა. ჰა. ჰა, მაგარია, ტორკის ფიუზი. ხო რა, უბრალოდ სლაიდერებზე არის დამაგრებული თვითონ გოლი, და ისეთნაირად დამაგრებულია, კამერის სამაგრი არაფერს არ იდეობს. და მე გადავიდით უკვე მექანიკურ ნაწილზე, როცა აგვიმუშავებინა ამ გოლის ზემოთკენ მოძრაობა. და მაშინ შეგვექმნა პრობლემა, რომ რადგან ჩვენ ეს ბელსები გვაქვს გადაგმული, პრობლემა იქნებოდა, რომ სპაიდერი ზემოთკენ მოძრაობდა, ამიტომ გავჭირდა ამ ჭოჭონათების შემოღება და ასევე კაუნტერვეითების დამატება. კაუნტერვეითები ყველა მხარის სხვადასხვა, რადგან სხვადასხვანაირი სხვადასხვანაირი ხადაბიძაკლები სამივიდან განსხვავებული. ნახევარი კილოდანი წება და ერთ ნახევარია სხვა. და პოსტების მეთოდით ზონასწულით იდეალურის მოძრაობის და ზონაც იმით დაუმატეთ, რომ ძრავის სიმძლავრე აყოფნის, რომ თვითონ ეს გააჩეროს ადგილზე და ეგ უბრალოდ ძრავის გამოცვით ტექნოლოგიებით ის პრობლემაც შეგვიძლია მოვუყუროთ. იდეაში ხო შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ კოდზე, კოდი არაფერი განსაკუთრებული არ არის, ან 4 სტეპები უნდა მოძრაობდეს რაღაცთან კონკრეტული სიკვენსით. ერთადერთი просто კამერის ამბავში ESP-ს უკავშირებს ბლუთუზით კამერას და ESP აგზავნის ტელეფონზე ხმის აწევის სიგნალს და მაგით იღებს ფოტოს და არანაირი კაბელი არ ხდება. და მე ფოტოებზე მუშაობაც უბრალოდ ეს ფოტოები კლაუდზე იკრიბდება და მე კომპიუტერზე გადავგებ მაშინ. და შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ იმ პროგრამაზე, რაც ამუშავებს ამ ფოტოებს, ანუ ვიტანებთ პროგრამას MetaShapes. MetaShapes-ზე ისეთ რაღაცა, რომ ერთ თვიანი quick-trial-ი და შემდეგ გეწურება და გავთხოვეთ პროგრამას, რომ მოეცათ და მართლა რომ ხარით ჩვენი პროექტი და რა შედგება და მართლა გაჭირდეს პროფესიონალური მაგარია. და სურათები უნდა აიჭირთოს და შემდეგ ვამუშავებთ სხვა მეთოდით და ამ შემდეგ თვითონ პროგრამა აგებს სტანდარტ მოდელს, რომლის გადამჭრად შეიძლება აიღე ჩემი არა მოდელი და просто დავატან. მოდელი ეს არის პროცესი შეიძლება ნახოთ.
ანუ ეხლა შეგიძლია ჩოდრიკა ბლენდერში ჩააგდო და ანიმაციები გააკეთო. ხო. ხო. ეს მოდელი ახლა შეგიძლია დაექსპორტო, ეს ტელა. ხო. და დავიწყო რა. ხო. ეს არის იგი დაბიტილი, ამას ჭირდება ნახევარსაათი. ამ პროგრამაში. თავისი ყველაფერი. Shellos GPU-თი თუ შენი ლეპტოპით? Shellos GPU-ს ძალიან. ისე cloud-ზე რო გაგეშვა სწრაფად ვერ იზავდი მაგას? არის. იდეაში ხო. ხო. მაგის ავტომატიზებაც შეიძლება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის. შენ ჩართო ახლა აქ შეიძლება. ხო. So. სასტორი რო დადოზის, რავი. ზედაპირის ფართობი. ხო, სიმკვრივესაც დაგითulis გამოდის.